რა განწყობა უნდა გქონდეს, რანაირად არეული ვართ, ქვეყანა ძალიანარეულია. ძალიან დამშვიდებოდეს ეს ქვეყანა და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრება გვინდა. წავიდეს ეს მთავრობა და ამთავროს. საწოდავი ახალგაზრდები ისე მეწოდება ღამე არ მძინავს იმგენი ჯავრით, ვინც დაპატიმრებულია. ძალიან ცოდვები არიან იმისა დედმამამ რა უნდა ქნას. არ ვიცი დედა. ძალიან განვიცდი ამ მდგომარეობას ძალიან. ძალიან ამ ახალგაზრდები ცოდვები არიან. ჩვენ რაც იყო უკვე მაგრამ ახალგაზრდებს უნდა თავისუფალ ქვეყანაში იქ თავისუფალ ქვეყანაში გაიზარდნენ და უნდათ გააგრძელონ ცხოვრება. და თქვენი სახალხო სურვილი რა არის? ძალიან მინდა რომ თავისუფალი იყოს ჩემი საქართველო და ჩემი ქართველ ხალხმა დაისვენოს ბოლოს და ბოლოს და დაწყნარდეს. განწყობას არ აუშავს ახლა, არც ცუდი არის, არც ისეთი როგორიც უნდა იყოს, მაგრამ საშუალოდ არ აუშავს რა, ვიქმნით განწყობას. და რა სისურვებდით ახალი წლისთვის? ახალი წლისთვის რას ვისურვებდი? პირველ რიგში მშვიდობას ვისურვებდი. ყველაფერი საუკეთესოს ყველასთვის, ისევე როგორც ჩვენთვის, ოჯახისთვის, ყველასთვის, რა ვიცი, აბა რა გითხრათ. ვის როგორც უნდა ისე აუსრულდეს ყველაფერი, გულით, სულით, ყველაფრით. ღმერთის წყალობით და ჯანმრთელობით და მშვიდობით. მშვიდობას პირველ რიგში. მშვიდობას და გაგებას. ეს ორი არის აუცილებელი ცხოვრებაში. და პოლიტიკაში ყველაფერში არის მაგის აუცილებელი. და თქვენ როგორი განწყობით ხვდებით? ნუ როგორ შემეფერება, ჩემ ასაკს კი ბატონო. მშვიდობას და მშვიდობას. მეტი რა უნდა ისურვო. და კეთილდღეობა. თქვენ როგორი განწყობით ხვდებით? კარგი. ჯერ აბრია 20-ის მერე შემეწყობა როგორ განწყობა იქნება. ფულზეა საქმე. და რა სისურვებდით 2025 წლისთვის? სიმშვიდეს. დამთავრებული იყოს ეს რიაროა. ეს რა ვიცი რა დავარქვა მაგენს. ეგია მთავარი. დაწყნარდნენ და შეშმინდნენ. და ახალი წელი კარგი იქნება და ძველი წელიც. მშვიდობას პირველ რიგში, რა თქმა უნდა. რაც მთავარი ახლა ისეთი სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში, რომ ალბათ ყველა ამას ისურვებდა, რომ მომდევნო წელს მშვიდობიანი ყოფილიყოს და აღსრულებოდეს ყველა ახალგაზრდას ის, რაც ანუ ევროპაში რომ შევიდეთ. და ეხლა როგორია თქვენი წინა საახალწლო განწყობა? იმედებით ვართ ახსავს. კარგი განწყობა. ხიარულად ვართ მაინც. იმედს არ გავყავთ. მთავარია. იმედი მთავარია ჩვენ ცხოვრებაში. მშვიდობა, სიხარული, ბედნიერება და ერთადყოფა. და თქვენი განწყობა როგორი არის წინა საახალწლოდ? არა საახალწლო. არაფერი კარგი. ვერაფრით ვერ გაგახარებ. მომავალი წელი რაფერი იქნება კიდე საკითხია. ცუდი ალბათ. კარგს რას ვიტყვი. სურვილი როგორი გაქვთ? რა სისურვებდით? მე რო სურვილი მაქვს კაცო იმას ვინ შეასრულებს. სურვილი ქვეყანაში კარგად უნდა იყოს საქმე, ადამიანი უნდა ხარებდეს. გეი არა ვინ ცინის. აი თუ იცინის ვინ. სატირლად აქვს საქმე უყურებს. მეტი რა გაუნდა. ძალიან კარგი განწყობა მაქვს ვისურვებდი მშვიდობას საქართველოში. ყველა ადამიანი იყოს ხიარულად განწყობილი. ეს ყველაფერი კარგი, სიცოცხლე იყოს ადამიანების ჯანმრთელობა იყოს. 2025 წლისთვის მშვიდობას და ყოველივე კარგს ჩვენი მომავლისთვის. ჩვეულებრივად, რა ვიცი. ახალი წელი თითქოს მოდის და თითქოს არას მგონია. თქვენს მშვიდობა გქონდეთ. კარგი განწყობაზე ვარ და გვინდა მშვიდობა, რომ მეტი არაფერი, რომ დაწყნარდეს ყველაფერი, არ გვინდა ეს ერთმანეთს რომ გადაკიდეს ხალხი, არ შეიძლება ჩვენ ქრისტიანები ვართ და ახალგაზრდობას ჩვენ კი გევიარეთ ეს იგი, მაგრამ ახალგაზრდებს ხო უნდა კაი ცხოვრება. მშვიდობა გვინდა, არ გვინდა ჩხუბი, მეტი არაფერი.